როგორია გამოცდილების დონეზე, როცა ხარ განათლებული და ჭკვიანი ქალი? მე მეკითხები. ხო, აბა ვისკითხა. დიდი მადლობა კომპლიმენტისთვის. იცით, არის რაღაც ეტაპი ცოდნის, როდესაც შენ იღებ ცოდნას, რომელიც მარტო გტოვებს. და პირველად ეს მარტოობა არის როგორი იცით, რომ ვერ ჩერდები, როდესაც გაქვს რაღაცა სათქმელი და ამას უყვები, იმას უყვები და მე აღმოჩენ, რომ 10-დან 9-ს ეს არ აინტერესებს. მერე იწყება გაჩუმება. და ეს სიჩუმე ხდება სტრესის მიზეზი და მერე ეს სტრესი გადადის ნეტარებაში. რომ რა ბედნიერება, როდესაც მე დავრჩი ჩემ თავთან მარტო და რამდენი თავისუფალი დრო მაქვს, რომელსაც მე ახლა შინაარსობრივად დავტვირთავ და მე ვიწყებ გარდაქმნას. აი როგორც მატლი, ჭუპრი და პეპელა. და ეს პროგრამა ყოველ ახალ იდეაზე, ახალ სამყაროზე, რომელსაც ეხები, ხო, აი გამოქვაბულზე წავიკითხე რაღაც საოცარი ნეანდერტალელებზე და ჰაიდელბერგერებზე, მე იქ რაღაცა წავიკითხე ატისზე და კიბელაზე და საოცარ რაღაცებს პარალელებს შევასკდი, ხო? და ეს ცოდნა მარტო რომ გტოვებს, განახებს რა ბედნიერება საკუთარ თავთან ურთიერთობის აწყობა და დალაგება. როდესაც შენ აღარ ხდები დამოკიდებული არავის შეფასებაზე.